მოგესალმებით ყველას. დღეს შევეხები კონკრეტულად ერთ საკითხს, ოჯახის ჩამოყვანა გერმანიაში. შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული პირობებით. პირველი, უნდა გქონდეს ლეგალური ბინადრობის უფლება, მეორე, უნდა დაადასტუროს საკმარისი შემოსავალი, რომ ოჯახი ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება, მესამე, უნდა გქონდეს შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, ზოგ შემთხვევაში აუცილებელია იმიცოდნაც განსაკუთრებით მეუღლისთვის. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია რა, სტუდენტის, დასაქმებულის ან აუსბილდინგის სტატუსი ერთმანეთისგან განსხვავდება. ოჯახის გაერთიანება ემოციური საკითხია, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა იყოს სამართლებრივად სწორად დაგეგმილი და თუ გინდათ იცოდეთ, შეგიძლია თუ არა ოჯახის ჩამოყვანა შენი სტატუსით, დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად აგიხსნით დაწვრილებით ყველაფერს, როგორ კეთდება, რა უნდა გააკეთოთ და სამომავლოდ და ასე შემდეგ. წარმატებები ყველას. მოგესალმებით ყველას. დღეს შევეხები კონკრეტულად ერთ საკითხს, ოჯახის ჩამოყვანა გერმანიაში. შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული პირობებით. პირველი, უნდა გქონდეს ლეგალური ბინადრობის უფლება, მეორე, უნდა დაადასტუროს საკმარისი შემოსავალი, რომ ოჯახი ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება, მესამე, უნდა გქონდეს შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, ზოგ შემთხვევაში აუცილებელია იმიცოდნაც განსაკუთრებით მეუღლისთვის. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია რა, სტუდენტის, დასაქმებულის ან აუსბილდინგის სტატუსი ერთმანეთისგან განსხვავდება. ოჯახის გაერთიანება ემოციური საკითხია, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა იყოს სამართლებრივად სწორად დაგეგმილი და თუ გინდათ იცოდეთ, შეგიძლია თუ არა ოჯახის ჩამოყვანა შენი სტატუსით, დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად აგიხსნით დაწვრილებით ყველაფერს, როგორ კეთდება, რა უნდა გააკეთოთ და სამომავლოდ და ასე შემდეგ. წარმატებები ყველას.